ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი ხიდი 2025-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება იყო. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოწვეულმა პოეტებმა წაიკითხეს ლექსები, სკოლის მოსწავლეებმა კი საღამოს სიმღერებით და ქართული ტრადიციული ცეკვებით გააფორმეს. დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ესწრებოდნენ. 5 დღიანი ფესტივალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, რომლებაც ღონისძიება მიუძღვნეს მშვიდობას, მიუძღვნეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ეს პლენერი, მხატვრების პლენერი მათ შორის, რომელიც ჩატარდა ერთი კვირა ამდინარეობს ზუგდიდში და ხაზი უნდა გაუსვათ, რომ უამრავი ბავშვი, ახალგაზრდები მონაწილეები ამ პროექტში. ეს არის ფანტასტიკური სანახაობა და ძალიან დიდი წვლილი ჩვენს მომავალში და დარწმუნებულია, სწორედ ჩვენი ახალგაზრდები, ეს ახალგაზრდები იქნებიან ჩვენთვის ერთიანი საქართველოს ბრწყინვალების საუკეთესო მაგალითი და ესეთი პროექტები და ესეთი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერების, ნეობრიობის, ღირებულების და კულტურის განვითარება გაძლიერებისთვის. ძალიან კარგად ჩაიარა ღონისძიება. აფხაზეთიდან იყვნენ ჩამოსული მხატვრები, ჩამოვიდნენ თურქეთიდან მუჰაჯირთა შთამომავლები. მიზანი ერთია: დაახლოება აფხაზებსა და ქართველებს შორის. ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი ფესტივალით, იმყოფებით მე და ჩემი მეგობრები. ძალიან გვსიაუნებს, რომ ეგეთი რამ გაიმართა ზუგდიდში. იმედია მალე გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრებთ.